პირველესად საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დღეს არის სრულად ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. უპირველესად აი ეს ორია სათქმელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა, ამ წუთას ვერ გეტყვით რამდენი პროცენტი, კვლავ 80, ოდნავ ნაკლები თუ ოდნავ მეტი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ მისი უმრავლესობა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა არის მომხრე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა. ის მომხრეა, რომ ამ გზაზე საქართველო ჩამოყალიბდეს თანდათან დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სამართლის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ. საგარეო ვექტორი ოცნების მმართველობის, ისევე როგორც საშინაო პოლიტიკა ერთი მეორესთან გადაჯაჭვულია, აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს ხალხის ამ შეკვეთას. უпростоრად რომ ვთქვათ, შეკვეთას, რომელიც ამ მმართველობამ, როგორც თქვენ თქვით ცოტა ხნის წინ, 2012 ოქტომბერში მიიღო. საზოგადოებამ მოითხოვა ერთი, ამ შეკვეთით მოიყვანა ეს გუნდი და მიიღო არა უბრალოდ საპირისპირო, არამედ თავდაყირა ამოტრიალდა ყველაფერი და ჩვენ მივიღეთ შედეგად ის, რომ 20-26 წლის მაისის თვეში საქართველო არის დეზინტეგრირებული სრულად დასავლეთისგან და ახლა კვლავ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად, კორუფციული სქემების შესანარჩუნებლად ეს უბადრუკი მმართველობა ცდილობს, რომ სადღაც ხავს ჩაეჭიდოს. ხავსზე ჩაჭიდებაა, როცა დერეფანში დაასდევ ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს და გინდა გამოელაპარაკო, ფოტო გამოდო და აჩვენო. ეს სხვა არაფერია და ხავსზე გამოკიდებაზე უარესია ქალბატონო ლელა ის მდგომარეობა, როდესაც შენ არამხოლოდ იმიტომ არ ცნობენ, რომ ლეგიტიმური არჩევნები ვერ ჩაატარე, არამედ არ ცნობენ იმიტომაც, რომ ქვეყნის ოფიციალური პირველი პოლიტიკური პირი რომ ჩადის ასეთ სამიტებზე დრო გამოშვებით, არც კი იციან სხვა ლიდერებმა მას ესაუბრონ თუ არა, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ამ კაცს დაელაპარაკები და შეიძლება ხვალდილით აღარ იყოს. უბრალოდ ამოვარდეს იმ რეჟიმიდან. თუ ასე ჩათვლის მმართველი არაფორმალური. ესე იგი, რა ანომალიური ვითარება მივიღეთ, სრულ აბსურდში ვართ. ეს რა არის თუ არა ეროვნული ინტერესების ღალატი, სხვა არაფერი არა, მოვიდეს, აი ამ ხელამაგიდა არის, ერთი და მეორე დაჯდეს, ან ივანიშვილი და ან კობაყიძე და თუ ამ კითხვაზე პასუხს ერთი არგუმენტით მაინც გამცემენ, მე ბოდიშს მოვიხდი. რა პასუხი უნდა გამცენ იმათ, ვინც საქართველოს ამ შავ დღეში ჩააგდეს. აი ერევანმა ეს ქალბატონო ლელა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ევროპელი ლიდერები, რომლებიც ამ დღეებში სომხეთში ვნახეთ, სომხეთის ნაცვლად და ერევნის ნაცვლად თბილისში ჩამოსულიყვნენ. აი რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის და არ გავაკეთეთ კიდევ ერთხელ რომ ვისაუბროთ. უპირველესად, ხშირად გვესმის ხოლმე სომხეთის ნაცვლად, ერევნის ნაცვლად თბილისში პირდაპირ გეტყვით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. დიდი დასავლური ინტერესი სამხრეთ კავკასიაში და ამ რეგიონში იმდენად დიდია, იმდენად მრავალკომპონენტიანია, იმდენ შრიანია, რომ ერევანსაც დაიტევს, თბილისსაც, ბაქოსაც და არც კი ეყოფა ეს დედაქალაქები. ანუ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ იქაა, აქ ვერ იქნება. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისშიც ნახოთ მსგავსი რა უნდა გავაკეთოთ? არავითარი ველოსიპედი შესაქმნელი და გამოსაგონებელი არ არის. უმარტივესი რამ არის კვლავ მოსაფიქრებელი და ასაწყობი. კერძოდ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შიდა პოლიტიკაში უპირველესი ამოცანა ეს არის შევძლოთ და საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული პროცესი. მრავალპარტიული დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებზე დამყარებული, ხალხის დემოკრატიული ნების გამომხატველი, სამართლის უზენაესობაზე დამყარებული, ადამიანზე ორიენტირებული, ჰუმანური სახელმწიფოს შექმნა არის ერთადერთი გარდაუვალი სასიცოცხლო პირობა იმისთვის, რომ საქართველო როგორც თანამედროვე სახელმწიფო შედგეს, რომ მასთან კონდეს საერთო საქმიანი ურთიერთობა დასავლეთს, ევროპას, შეერთებულ შტატებს და უახლოეს სამეზობლოსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი არ შემდგარი სახელმწიფო არ ჭირდება არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც სამხრეთს და რაც შეეხება ჩრდილოეთს, წამოგარტყამს ხელს. აი ამ დღეში აღმოჩნდით
ამათი გაუმაძღრობის, ამათი უგუნურობის გამო. რა არის ეს? მithქვამს და გავიმეორებ, თუ არა სახელმწიფო ინტერესების ღალატი. რა გვჭირდება შესაბამისად? პირველი, ამის მოშორება თავიდან. რა გზით? არჩევნების გზით. მეორე, კიდევ რა გვჭირდება? ეს სულ არ არის საკმარისი. მოშორებების შესაძლებლობა ჩვენ გქონია და კვლავ გვექნება, მაგრამ ეს ვიმეორებ, კაცრად ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავასრულოთ ეს კორუმპირებული კლანური რეჟიმი, არამედ უნდა მოვახერხოთ, რომ მის ნაცვლად საქართველოს მიიღოს თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ევროპულ ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობა, რაც გულისხმობს უპირველესად ასეთ მმართველ გუნდს, რომელიც იქ არ მივა არაფრის მოსაპარად, არანაირი წილების გადასანაწილებლად, არავითარი ნათესავების, ნაცნობების, ბიზნეს ინტერესების ხარდასაჭერად, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ემსახუროს კეთილსინდისიერად, უკან მოუხედავად, სრული ჩართულობით და მიზღვნით ემსახუროს უზენაეს საუკეთესო სახელმწიფო ქართულ ინტერესს. ეს უკვე აღარ ჯერა საზოგადოებას, იმიტომ რომ ვინც მოვიდა, დაიწყო, სხვა გზით წავიდა. თქვენ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილი, რა დროს ესაო, კაცი პატიმარია, პუტინის ტყვიარი და მე ამას არ უნდა ვამბობდე, მით უფრო ახლა თუ მისმენ შეიძლება ეწყინოს, მაგრამ ვიტყვი მაინც, მან დაიწყო სწორი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები, ტერსაც რომ შეშურდებოდა ისეთი, მაგრამ ვაი რომ თავარი ვერ შეძლო იმ ხარი გარანტიის შექმნა, რასაც იძლევა მხოლოდ დაბალანსებული მმართველობა, სახელმწიფო შტოების დაბალანსება და ურთიერთკონტროლი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო და მართლმსაჯულება, ეს ვერ გამოვიდა. ახლა ჩვენ ვართ კვლავ ამ დიდ ჭაობში. ოღონდ ისე კი არა სააკაშვილის დროს რომ ვიყავით, იმიტომ რომ სააკაშვილმა თავად პირადად მან მოახერხა ის, რომ 2012-ში კულტურულად წესის მიხედვით აღიარა დამარცხება და ესენი არ აღიარებენ საკუთარინებით არასდროს. ეს შემიძლია სად იქნება საქართველოს ისე ამ თემას რომ დაუბრუნდეთ. აი თუ კი არ შეიცვლება ქართული ოცნების ხელისუფლების ის პოლიტიკა, რასაც ხედავთ დღეს. გვიშველის თუ არა გეოგრაფია ამ კითხვის დასმაც მინდა, იმიტომ რომ აი ამ გეოგრაფიულ მდებარეობაზე თავად ქართულ ოცნებაში აკეთებენ აქცენტს. აი იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დაპირისპირებაში, როცა შეიძლება ითქვას, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ყოველდღე ვისმენთ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ისევ შეწყვეტილია. აი, რამდენად წონადი შეიძლება იყოს არგუმენტი გეოგრაფიულ მდებარეობაზე ხაზგასმის შესახებ. იქნება ეს ის გადამწყვეტი ფაქტორი თქვენი აზრით, რაც საბოლოოდ და მიუხედავად ყველაფერისა ევროკავშირს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის სურვილს დაუბრუნებს. დღეს საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის გამოსავალი არის არა გეოგრაფია და არავითარ შემთხვევაში გეოგრაფია, თუ უმთავრეს წყაროდ ქვეყნის სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების წყაროდ არ იქცა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო.